ისტორიის მიღმა, რომელსაც გიყვებით რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს, რადიო გურიაზე. არსებობს სამოსი, რომელიც მხოლოდ ტანსაცმელი არ არის. ის ხასიათია. დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში ასეთი იყო ჩაქურა. მოკლე, მოხერხებული და ისეთი ტანადი, რომ მასში გამოწყობილი კაცი მეფის ყურადღებასაც კი მიიპყრობდა. გურული ჩაქურა აქტიური მოძრაობისთვის შექმნილი იდეალური კოსტუმია. მისი საიდუმლო სიმოკლეშია. წელზევით კვარტუა ჩოხა. მოკლე ახალუხი, იგივე ზუბუნი. აბრეშუმის კუბოკრული სარტყელი, თოლაბულუსი და შალის განიერი შარვალი. ამ კომპლექტს აგვირგვინებდა ყაბალახი და ტყავის ჭვინტიანი ლაპჩინები. სწორედ ამ ფორმით მოხიბლა გურულმა თავად რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე. 1914 წელს თბილისში სტუმრობისას მეფე დავით სარაჯიშვილის ოჯახში ჩაიზე მიიპატიჟეს. მასპინძლებს შორის იყო ექვთიმე თაყაიშვილის ძმა ნიკოკია, რომელიც ჩაქურაში გამოწყებილი დახვდა ხელმწიფეს. ისედაც მაღალი კაცი ამ სამოსში კიდევ უფრო ტანადი ჩანდა. მეფემ ინტერესით კითხა, ვისი ფორმა გაცვიაო. ნიკოკიამაც ამაყად მიუგო, ეს გურულია ხელმწიფო. აქვე მოხდა ის კურიოზიც, რომელიც თაყაიშვილების ოჯახში დიდხანს ახსოვდათ. ნიკოლოზ მეორემ ნიკოკიას პორტსიგარი გაუწოდა და პაპიროსი შესთავაზა. ნიკოკიას უნდა ეთქვა არ ვეწევიო, იანიკურიუ, მაგრამ რუსული ცუდად იცოდა, ამიტომ მეფეს მიუგო. სპასიბა გოსუდარ, იანიკურიცა. გმადლობთ ხელმწიფო, მე ქათამი არ ვარო. ექვთიმე თაყაიშვილი ღიმილით ამბობდა ხოლმე ძმაზე. 25 წელი რუსებთან იმსახურა და რუსული მაინც ვერ ისწავლაო. თუმცა როგორც ჩანს, გურული ჩაქურა და თავმოყვარეობა ყოველგვარ ენაზე უფრო მეტყველად საუბრობდა. წყარო ნაშრომი, ქართული ხალხური ტანსაცმელი და ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები. მომდევნო გადაცემაში ახალი საინტერესო ისტორიით დაგიბრუნდებით.